მოგესალმები. ამ ჩანაწერში მინდა ვისაუბრო ჩვენში ახლად ამოზრდილი პოტენციალის, ზოგადად პოტენციალის შობადობაზე მატერიაში. და მინდა მაგალითად ჩემი ცხოვრებაში მომხდარი მოვლენა მოვიყვანო მეტაფორის სახით, რომელიც მნიშვნელოვანი ისტორიაა და მაგის მიხედვით გავშლი ამ კონკრეტულ თემას. ამიტომ გამომტევი ამ პატარა მოგზაურობაში და ერთად მოვინადიროთ რაღაც ძალიან საინტერესო ახალი ინსაიტები. კარგი, ეს მეტაფორა რა არის? სხვა ჩემ ცხოვრებაში ძალიან მოულოდნელად მოხდა და უკავშირდება ძალიან იშვიათი მოვლენა და ისტორია, რაც ვფიქრობ, რომ საინტერესოა, უკავშირდება ჩემს ფრინველს, რომელიც თუთიყუში, რომელიც მყავდა და მისი გარდაცვალების ისტორია არის საკმაოდ მეტაფორული და საინტერესო. თვითონ თუთიყუში ფრინველი იყო, ქალწულური ცნობიერების ქვეშ დაბადებული, ანუ ქალწულის თვეში პერიოდში იყო მოვლენილი, ასე ვთქვათ, და რა მოხდა? გარდაიცვალა იმ მიზეზით, რომ მის ორგანიზმში ფორმირდა კვერცხის ნაჭუჭი, ასე ვთქვათ, ჩანასახის გარეშე და კონკრეტული არხის, იმ არხის, საიდანაც კვერცხი უნდა დაბადებულიყო სივიწროვის გამო, ის ვერ ბადებდა ჩანასახს. და ზუსტად რაღაცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ გარკვეულმა ჩანასახმა სიმძიმე, ასე ვთქვათ, ფუნქცია, მაგის მიზეზით დაკარგა ფუნქციაც, ვეღარ დაფრინავდა. და მართლაც ეს ვთქვათ ძალიან საინტერესო და უძველესი მეტაფორაა, თან თუთიყუში არ იყო, ასე ვთქვათ, რეალურადაც არა მხოლოდ ქალწულის ცნობიერებაში, ანუ ზოდიაქალური მასში პერიოდში არის დაბადებული, არამედ რეალურადაც ქალწული იყო. და მინდა განვიხილოთ, მოდი ეს თემა, ზოგადად მითოლოგიისა და არქეტიპული სიმბოლიკის მიხედვით კვერცხი არის უნივერსალური სიმბოლო. ის სამყაროსა და სიცოცხლის ჩანასახს წარმოადგენს. და ყოველი არხი, ყოველი ახალი დასაწყისი, ყოველი პოტენციალი კვერცხის მსგავსია, ანუ შიგნით უკვე არსებობს სიცოცხლე, მაგრამ გარე სამყაროსთვის ჯერ დამალულია. ქალწული აქ არის ზოგადად არქეტიპულად უკავშირდება თავის გაუხსნელობას, ზედმეტ კონტროლს, წესრიგს. და როცა კვერცხი ზუსტად იმ ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ქალწულებრივ სხეულში იბადება, ის თითქოს გაყინულია, ანუ ფორმა არსებობს, მაგრამ სიცოცხლე ვერ იფეთქავს იქ. იმიტომ რომ სულიერი არსისგან არის დაცლილი. და საშუალო მითოლოგიაში და არქეტიპებში არის არხი, კარიბჭე, საიდანაც სიცოცხლე სამყაროში გადმოდის. მისი სივიწროვე კი სიმბოლურად ნიშნავს ბარიერს, ჩარჩოს, შიშს ან წინააღმდეგობას, რომელიც უშლის ჩანასახს ხელს, რომ ბუნებრივად დაიბადოს. და ზუსტად ეს არის მეტაფორაც, რომ როდესაც ჩვენში რაღაცა გარკვეული ენერგეტიკული, ახალი ენერგეტიკული სიხშირე ვიბრაციები ფორმირდება, ხო? აი ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხშირად არის ხოლმე ზუსტად ეს ჩვენი ჩარჩოები, ეს ჩვენი შეხედულებები, რწმენათა სისტემა ხელს უშლის ამ პოტენციალს, რომ გამოთავისუფლდეს ენერგიის სახით. და ძირითადად, როდესაც ხდება ამის შეკავება ორგანიზმში, ხო, აი აქედანაც მომდინარეობს ძალიან ბევრი ფსიქოსომატური პრობლემაც. და ამ მეტაფორაში ერთიანობაში რო განვიხილოთ, ხო, კვერცხის პოტენციალი შესაძლებლობა ქალწულის როგორც მეტაფორის ისუფთავე კონტროლს და ჩარჩოს ენერგია. ხო, და ძალიან საინტერესოა სხვა შორის ასევე ის ანალოგია, რომ აი წმინდა მარიამის სიმბოლო კიდევ უფრო ეს მახსენდება, რომ კიდევ უფრო ღრმად ხსნის ამ მეტაფორას. მარიამი ქალწული იყო, მაგრამ ღვთიური განაყოფიერებით შუა სიცოცხლე და ეს იმას ნიშნავს, რომ დედობა მხოლოდ ბიოლოგიური პროცესი არაა, ხო? ახალი სიცოცხლე შეიძლება ჩაისახოს სულიერი გზითაც, ღვთიური ინსპირაციითაც. და ზუსტად აი ძალიან საინტერესოა ეს მომენტი, რომ ამ ისტორიამ ძალიან დამაფიქრა, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის პრობლემა, რომ თითქოს უფრო როდესაც ფორმირდება და ბოლომდე ფორმირების მოლოდინის გარეშე, რომ რაღაცა იბადება, ხო, ის შეიძლება ვერ გადარჩეს მატერიასთან შემხებლობის, ის კონკრეტული იდეა, ის ენერგია, ხო, მან ვერ ჰპოვოს თავისი ადგილი მატერიაში, იმიტომ რომ არ არის ფორმირებული ბოლომდე.
დღე. და ან მეორე ვარიანტი ის არის, რომ აი რაღაცა კონკრეტული ენერგო ზადყოფნა როცა არის შიგნით, რომ რაღაცა იდენტობა ან თუნდაც რაღაცა ახალი ენერგეტიკული ველი უკვე ჩამოყალიბებულია ჩემში და ზუსტად ეს ჩემი ავატარის ან ჩემი ფსიქიკის რწმენა წარმოდგენები და შაბლონები ხშირად აკავებს იმას, რომ მან ის გამოთავისუფლდეს და ასე ვთქვათ გამოანათოს უკვე მატერიაში რაღაცა გარკვეული აქტივობების სახით, ხო, რასაც უკვე სრულიად განსხვავებული ცნობიერებიდან ვახორციელებ. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ რაღაცას ვბადებთ მატერიაში, ხო, ჩვენ უკვე როლსაც ვიცვლით. სხვაჩვენს ეს არის ძალიან საინტერესო მეტაფორა მესამე იმპერატრიცას არქეტიპის ენერგიის, ზოგადად ბედის მატრიცაში მესამე არკანი როგორც იხსნება, ძალიან საინტერესოდ, რომ ეს არის ფიგურა, დედა, რომელიც არა მხოლოდ ქალის უმაღლესი ფუნქციაც არის ის, რომ აი ერთ-ერთი რეალიზაციის საშუალება ქალის ენერგიის არის დედობა, ხო, და ახალი სიცოცხლის შობა მატერიაში, მაგრამ ამავდროულად იმპერატრიცას პასუხისმგებლობაც ასევე ის არის, რომ მან საკუთარ სხეულში გატარებული იდეები და არხებიდან შემოსული რაღაცა გარკვეული იმპულსები და იდეები გამოატაროს, იყოს ასე ვთქვათ, არხი, რომლითაც ის იმ თესლებს, რაც გაჩნდა შინაგან სამყაროში და ზოგადად ჩემს ცნობიერებაში, ის გამოვიტანო, დავრგო და გამოვზარდო მატერიალურ სამყაროში, მივცე მას მატერიალურ ფორმა, გავიტანო, გავაზიარო, სინათლე ვაჩვენო, ხო? და ზუსტად ამაშია საქმე, რომ იმპერატრიცას დანიშნულება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანიშნულება ეს არის, რომ მან გაუშვას კონტროლი. ქალური ენერგიის აი საშოში ვიწროობის ფაქტორიც არის ის კონტროლი და დაძაბულობა, რომელიც არ სჭირდება ქალურ ენერგიას. ქალური ენერგია არის სრულად ინტუიციური, ეს არის თავისუფლების მიცემა ჩემში იმ ღვთიური საწყისის მიმართ, რომელიც შინაგანი გაიდერის მიმართ რაც არის და სხვაჩვენს ქალებს ეს აქვთ. ეს ინტუიციურობა, ეს ამის სწავლა არ სჭირდებათ ქალებს, ხო, მაგრამ პრობლემა ზუსტად ის არის, რომ ამ პატრიარქალურ, ასე ვთქვათ, როდესაც ქალი გადადის ცოტა პატრიარქალურ ცნობიერებაში და გადადის მამაკაცურ ენერგიებში, ზედმეტად მამაკაცურ ენერგიას უწოდეს არის მიღწევა, კონტროლი, ასე ვთქვათ, აქტიური ქმედებები მატერიალურ სამყაროში, ხო, რაღაცა სირთულებთან გამკლავება, ჭიდაობა, სიძლიერე, ძალის დემონსტრირება, ხო? და ეს ძირითადად უფრო მამაკაცური საწყის და როდესაც ზედმეტად გადადის ქალი, მაშინ ხდება ზუსტად ეს დისბალანსი და მაქედან გამომდინარე ჩემი არხიც იძაბება. ამიტომ სჭირდება ქალურ ენერგიას, აი ზუსტად ეს შერიგება და დაბალანსება. ქალმა უნდა ისწავლოს საკუთარი შინაგანი ხმის მოსმენა, შინაგანი გაიდერის მოსმენა და უნდა გავარჩიო ჩემი აზრობრივი ხმაური იმ ინტუიციის ხმისგან. ხო, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შევძლო ამისთვის უნდა მოვდუნდე, ამისთვის უნდა გადავიდე დამკვირვებლის პოზიციაში, რომ გავარჩიო სად არის ფიქრთა ხმაური, ფიქრთა ნაკადი და სად არის უკვე ჩემი შინაგანი ინტუიციის ჟღერადობა სად მოდის. ასევე ძალიან საინტერესო ანალოგია არის სხვათა შორის ქალურ ენერგიიდან ასევე მინდა გადავიდე ტანტრაზე, რაც ძალიან საინტერესო შეგვიძლია ეს თემაც ჩავშალოთ. ზოგადად ტანტრა არის ტექნოლოგია, ანუ შემოქმედების ტექნოლოგია და ის იწყება მაშინ, როცა ინტიმურ სიახლოვეში იხსნება ბარიერები და ქალი საკუთარი არსის სიღრმეებს ათავისუფლებს. ანუ სექსუალური აქტის დროს პროცესს არ მართავს გონება. აქ ჩართულია ინტუიცია, თითქოს რაღაც უხილავი, შინაგანი მეგზური, აი როგორც გაიდერი უძღვება პროცესს. სწორედ ამ დროს იწყება ტანტრა, ღვთიური საწყისიდან დაბადებული აქტის შემოქმედება. და ზუსტად ეს ქალური ენერგიის სუბლიმაცია სექსუალურ აქტში ნიშნავს, რომ ქალი ახერხებს ჩაკეტილი ენერგიის გათავისუფლებას და გარდაქმნას. სწორედ მაშინ საშო დუნდება და იხსნება ის ბარიერები, რომლებიც ხელს უშლიდა ქალურ ენერგიას თავისუფლად გამოვლინებაში. ამისთვის არის უმნიშვნელოვანესი გონებისა და ინტუიციის გარჩევა, როგორც ვახსენე, ხშირია შეგრძნება თითქოს ინტენსიური შინაგანი მსჯელობა მართავს პროცესებს, მაგრამ სინამდვილეში გონება ქმნის დაძაბულობას და წყვეტს ტკბობას ახლანდელი მომენტით. ანუ ვიკარგები
ზედმეტად გადავდივარ იმ სცენარებში და ფიქრებში და ვიწყებ გონებით განსაზღვრას, ამის შემდეგ რა იქნება, კონტროლს და ვკარგავ ახლა და ამჟამად მომენტში ყოფნას. ხო, რეალურად მანდ დგება ის ტკბობა იმ პროცესით, ხო? ინტუიციასთან გასაცნობა და შინაგან გაიდერთან დასაკავშირებლად გვეხმარება ცეკვა. ერთ-ერთი პრაქტიკა, სხვათაშორის ინტუიციური ცეკვა, სხეულზე მინდობა, როდესაც მიყვები შენს სხეულს და თმობ რეალურად აი გონებით ცდილობ რომ გონებით არ განსაზღვრო ამის შემდეგ რას გააკეთებ. არამედ ბოლომდე მიყვები პროცესს და შენ თვითონვე იაზრებ იმას, რომ ისე აკეთებ და ისე ხარ პროცესში, რომ თან პროცესს გარეთ ხარ, სრულად ხარ მოდუნებული, მაგრამ თან აქტიურ მოძრაობაში ხარ და შემოქმედებაში. ეს არის, როდესაც ატარებ, ანუ ხარ გამტარი, აი როცა ღრმად შედიხარ პროცესში, ხშირად რო არის ხოლმე, რომ დროს და სივრცეს აღქმას კარგავ, როცა რაღაცა აქტივობაში შედიხარ, აი თითქოს შენი ხელი თავისით მოძრაობს. აი ძალიან მარტივი სავარჯიშო ესეთი, რომ დაიდო ფურცელი და უბრალოდ თავისუფლება მისცე შენს ხელს და შენ თვითონ მიხვდები, რომ შენ მშვიდად ხარ და ხელი თავად ხატავს. ხელი თავად მოძრაობს, თავად აკეთებს. და აი ეს ვარჯიში გვეხმარება, რომ შეიძლება დახატო ისე, რომ შენმა გონებამ კი არ ხატოს, რაღაცამ ხატოს შენი საშუალებით. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს რაღაცა არის ზუსტად ის ღვთიური ენერგია, ის რაღაცა გამოძრავებს შენ ამ დროს. და ამაში არის ზუსტად იმ ერთიანობის მაგიაც, რომ ეხები შინგნიდან იმაზე მეც და იმაზე საკრალურს, ვიდრე გონება გაჩვენს, ანუ მიღმა ეხები, გონების მიღმა რაღაცაც უფრო ღირებულს. და ამრიგად ეს ასე ვთქვათ, ეს როცა სხეულს usმენ და მის მოძრაობებს მიყვები, კონტროლს არ ავლენ. არამედ აი ზუსტად აი ამ ენერგიას აძლევ თავისუფლებას, ის წარმართავს პროცესს, ზუსტად აქ შემოდის ის აქტი, იყოს ნება შენი, ანუ იყოს ვისი ნება, ხო, აი შინაგანი ღვთიური არსის ნება იყოს, რომელიც ყოველთვის აი ფაქტობრივად ხელი მას მუდმივად გამოწვდენილ მდგომარეობაში, უბრალოდ შენ უნდა აირჩიო, რომ მას წარამართინო პროცესი, ამას ყოველ ჯერზე შენ ირჩევ. და ასე ვთქვათ, ამიტომ არის, რომ აი ზუსტად ესე, რომ გონებაზე ბევრად უზარმაზარი გამოძრავებს მაგ მომენტში. და ამრიგად აი კვერცხის და ქალწულების და ტანტრის ერთიანი გზავნილიც რო განვიხილოთ საბოლოოდ, რომ აი ფორმა უნდა შეივსოს სულით, ჩანასახი ენერგიით, ხოლო ქალმა უნდა ისწავლოს საკუთარი ენერგიის გათავისუფლება და ინტუიციის გზით მოძრაობა. ეს არის ქალური საწყისის უძლიერესი ინსტრუმენტი. მაძიებელო, მადლობა რომ გამომყევი ბოლომდე. და თუ რეზონირდა ეს რაღაც შენთან, თუ შეგეხო, გამიხარდება თუ დაალაიქებ, გადააზიარებ და ასევე აი თუ იცი, რომ შეიძლება ეს ასევე ვინმეს შეეხოს, კიდე ასევე ვიღაცას ემსახუროს ეს ჩანაწერი, გამიხარდება თუ მასაც გაუზიარებ. ამით ასევე მეც მეხმარები. აბა დროებით